თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე ბაჩიაშვილმა ივანიშვილის მიერ გაგზავნილ წერილზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ოლიგარქი თავისუფლების სანაცვლოდ მას გარიგებას თავაზობდა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. წერილის მიხედვით ბრალდების მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოო დასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%, ხოლო არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა 5%-ით გაიზრდებოდა. ივანიშვილმა თავისი წარმოადგენლის მეშვეობით გაუმიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად ითხოვს დიდძალ რაოდენობა კრიპტოვალუტას. პირდაპირ მითითებულია, რომ თუ დროულად არ დავაბრუნებ ამ კრიპტოვალუტას, ზდადი გრაფიკი არის მითითებული. კრიმინალური შოჩი კი ჩამირთო, ასე ვთქვათ, ივანიშვილმა. და პატიმრობის მუქარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი, ეს სპექტაკლი, რასაც დგავთ, არის პოლიტიკურად მოტივირებული და გამოძალვა, პირდაპირ გამოძალვა არის ეს. ესწრებოდა წინა ხელისუფლებაში და ეს გრძელდება ახლაც პირდაპირ ოფიციალურად ამ სასამართლოს კედლებში. ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ბიტკოინის ღირებულება პროკურატურის განცხადებით მითვისების მომენტში 2017 წელს 40 მილიონამდე ამერიკულ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის ბრალდების თანახმად საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია. ყველა მტკიცებულება ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავებას სასახად ადასტურებს. ეს მტკიცებულებები ძალიან ბევრი მათგანი არის დოკუმენტური ხასიათის. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ყველა ქმედება ასახული და გადატანილი არის დოკუმენტებზე და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხასიათის მტკიცებულება, რაც ხაზგასმა გავაკეთეს, არის თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ განხორციელებული მიმოწერები, სადაც პრაქტიკულად ის აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას, იმიტომ რომ ყველა არსებითი გარემოებასთან დაკავშირებით ის სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებს. ამაში უნდა ამოვიკლო და ბუნებრივია თქვენს საზოგადოებასაც და სასამართლოსაც ექნება შესაძლებლობა, რომ შეაფასოს. ამ საქმეში პროკურატურის მტკიცებულებების გარდა 4 ტომი გვაქვს წარმოდგენილი ჩვენ, პირადად ჩემი გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე, რაც აბსოლუტურად ანგრევს ბრალდების ვერსიას და ადასტურებს, რომ არანაირი დანაშაული არ მომხდარა და უფრო მეტიც ბრალდებული გამოკითხული ყავ თუ არ ვწდები 6-ჯერ ან 7-ჯერ, არასდროს არ უღიარებია მას დანაშაული, ეგ არის სისრუე. მე ვარ პირადად მომსწრე, როგორ ხდებოდა კომუნიკაცია და რა სიხშირით დადიოდნენ პროკურორები ამ მოსამართლეს სანქცირებული მოსამართლეები ივანიშვილთან. შესაბამისად, ეს მაძლევს მე ყველანაირ საფუძველს, რომ მე მქონდეს უმდობლობა ამ პროცესის მიმართ. მე მაგას ვამბობ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც და პატივცემული მოსამართლეც ორივენი თქვენ ამ ქვეყნის სამსახურში მოდიოდით. დარწმუნებული ვარ. დღეს არის სიტუაცია, როდესაც რეჟიმი იძულებულს ხდით, რომ ერთი ეშმაკის შეპყრობილი ივანიშვილის სამსახურში ვიდგეთ. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენში ორივეში ძალიან ვიმედოვნებ გულით არის დარჩენილი იმდენი ადამიანობა, რომ გაუძლოთ იმ წნეხს, რომელშიც მთელი ქვეყანა ვიმყოფებით და გამოიტანოთ მართლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალს არალეგიტიმურს უწოდებს. ბაჩიაშვილის თქმით, სპექტაკლი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დგამს, პოლიტიკურად მოტივირებულია. მან მოსამართლეს მოუწოდა სასამართლოში ივანიშვილის მოწმედ დაკითხვა უზრუნველყოს. ველოდები, როდის ამ შენობაში ჩემს წინაშე წარდგება ივანიშვილი, რომ პირადად მისი აკოფლის დროს დავამტკიცო, რომ ეს ყველაფერი არის მისი ფაბრიკაცია. მაგრამ ივანიშვილს ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვაც კი. მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს. არც ბერმუდის სასამართლოში, არც სინგაპურის სასამართლოში. მან ყველაფერი იღონა. ექიმების ცნობები აწერა, ვითომ მისთვის ფრენა არ შეიძლებოდა, როცა მე მასთან ნაფრენი ვიყავი რამდენჯერმე შვეიცარიაში. ოღონდაც იქ არ მისულიყო და არ გამოჩენილიყო. იმ სასამართლო პროცესებში, რომლებშიც ის მართალი იყო. შესაბამისად, აქაც დარწმუნებული ვარ, პროკურორიც და თვითონ ივანიშვილიც ყველანაირ ზეწოლას განახორციელებენ, მათ შორის სასამართლოზეც, რომ ის აქ არ გამოჩნდეს და სამწუხაროდ სასამართლო ვერაფერს ვერ იზავს.
სასამართლო პროცესი ხვალ მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. ბრალდების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.